უნგრეთის მაგალითი ნამდვილად არის ქრესტომათიული და შევა ალბათ სახელმძღვანელოში ისტორიის და პოლიტიკური მეცნიერებების მათ შორის როგორ შეიძლება წალეკოს ხალხის ნებამ ყველა ის ბარიერი ხელოვნურად გაჩენილი საკანონმდებლო მათ შორის მიტაცებული ძალაუფლების პირობებშიც კი როდესაც გვაქვს ჩამოყალიბებული კონსოლიდირებული ეგრეთ წოდებული ელექტორალური ავტოკრატია ხალხის ნებამ მაღალმა აქტივობამ და ეს მისალოცი ამბავი არის არა მხოლოდ უნგრელი ხალხისათვის, არამედ ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც არის ჩაგრული მათ შორის ჩვენს ქვეყანაში რეჟიმის მიერ და რომელსაც უნდა გაუჩინოთ დემოკრატიული ოპტიმიზმი, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა ხელშესახებია და არა აბსტრაქტული, ხშირად ეს ბრძოლა, რომელიც გრძელვადიანი არის ხოლმე როგორც საქართველოში, აჩენს ნიჰილიზმს, აჩენს ფრუსტრაციას ადამიანებში, შესაბამისად ეს იწვევს პესიმიზმს და იმის განცდას, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, ადამიანები ფიქრობენ უკვე ქვეყნის დატოვებაზე და ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როგორ აქვს ბრძოლას მაინც აზრი, როგორ შეიძლება დემოკრატიის დაბრუნება, თუნდაც უსამართლო სისტემაში. უნგრეთში განვითარებული პროცესებიდან ქართულმა ოპოზიციამაც უნდა გამოიტანოს და გააკეთოს სწორი დასკვნებიო, ასე ამბობენ ანალიტიკოსები, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ პიტერ მადიარის პარტიამ ორბანი და მისი პოლიტიკური ძალა ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაამარცხა, როგორც ამბობენ, მადიარს ჰქონდა სწორი კამპანია, სწორი მესიჯებით, რეგიონებში აქტიური მუშაობით, რიგით მოქალაქეებთან უწყვეტი შეხვედრებით და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მას ქარიზმატულ ოპოზიციონერ ლიდერად ახასიათებდნენ. აი მართლაც საინტერესო შეიძლება იყოს კითხვა, მისი კამპანია არის თუ არა ის სახელმძღვანელო, რითაც მათ შორის ქართულმა ოპოზიციამაც უნდა იხელმძღვანელოს. უნგრული მაგალითიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს პრაქტიკულად ყველამ, უნდა გამოიტანოს რა თქმა უნდა ოპოზიციურმა სპექტრმაც, პროდასავლურმა ეროვნულმა ოპოზიციურმა სპექტრმა, დასკვნა უნდა გამოიტანონ მოქალაქეებმა, რომლებსაც რა თქმა უნდა ყველაზე ნაკლები პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში, გაცილებით მეტი აქვთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ თუნდაც იმ ნაწილში, რომ ერთ ხმასაც კი საკუთარი სამოქალაქო ვალდებულების შესრულებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ეს დასკვნა უნდა გამოიტანოს საზოგადოებამ, დასკვნა უნდა გამოიტანოს ალბათ ავტოკრატიულმა რეჟიმმაც იმ ნაწილში, რომ ხალხის ძალის, ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას აზრი არ აქვს და ის ყოველთვის მას კრახით შემოუბრუნდება თუ კი ხალხის რეალური ნების წინააღმდეგ წავა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ყველამ არა მხოლოდ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, არამედ პოზიტიურად უნდა შევხედოთ ამ საკითხსაც, რატომ მოიგო ამ შემთხვევაში მადიარმა და მისმა ოპოზიციამ როგორ შეძლო ამ დიდი მონსტრის დამარცხება, არა მხოლოდ იმაზე საუბრით, რომ ვიქტორ ორბანი არის ავტოკრატი, რომ ის არის ანტიევროპელი პოლიტიკოსი, რომ ის არის პრორუსი, რომ ის არის თურმე პუტინის თაგვი, ეს მისივე სიტყვებია და ამას პოზიტიურ კონტექსტში ახსენებდა თავად ვიქტორ ორბანი. არამედ ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში ამ გლობალური პრობლემების გარდა და შედარებადი მაგალითი არის ჩვენ ქვეყანაში ის, რომ ივანიშვილი დიახაც არის რუსეთის ხელდასმული პირი, რომ ის არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი და ყველა სხვა, ვინც არის ფორმალური პოლიტიკოსი ქართული ოცნების რიგებში არიან ბიძინა ივანიშვილის ნების ბრმა შემსრულებლები და მარიონეტები. ამის გარდა ჩვენ საზოგადოებას აწუხებს ძალიან ბევრი ფუნდამენტური პრობლემა და არ შეიძლება სასაუბრო შინაარსის და საკომუნიკაციო შინაარსის დაყვანა ერთ დიდ პრობლემამდე. რა თქმა უნდა, სათავე ყველაფრისა არის ივანიშვილი, რეჟიმი, ქართული ოცნება, რომლის ნაბიჯებითაც არის ყველა ეს პრობლემა გამოწვეული, მაგრამ ამ პრობლემებზე თუ არ ვისაუბრეთ, თუ ჩვენ პატარ-პატარა ნაბიჯები არ გადავდგით, დიდი ნახტომის გაკეთება შეუძლებელი გახდება და ადამიანებს აწუხებთ ის საკითხები, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში არის შემოჭრილი, ხო? ადამიანებს
დიდი ქალაქების, დედაქალაქის მიღმა აწუხებთ ის საკითხები, რომელიც იწყება მათი სახლის ზღურბლიდან, რომელიც არის მათ ქუჩაზე, მათ უბანში, მათ სოფელში. ეს არის სოციალური საკითხები, ეკონომიკური საკითხები, ელემენტარული, მინიმალური ცხოვრებისეული პირობების საკითხები. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ჩვენ გვაქვს ტოტალური კორუფცია, რომელიც პირველი პირებიდან იწყება და ჩადის მუნიციპალიტეტის რიგით თანამშრომლამდე, იმდენად სისტემურ კორუფციაში არის ეს ქვეყანა ჩამხრჩვალი და ამას უკვე ქართული ოცნება აღიარებს, ოღონდ აღიარებს არა როგორც შეცდომას, აღიარებს იმიტომ რომ სჭირდება მას შიდა კლანური შეიძლება დაპირისპირებისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მოტივია ის რომ ამ ქვეყანაში შემოდის არაბული ინვესტიციების რომ უსაფრთხოება არა აქვს ამ ქვეყანას და მართლაც აი ამ უმძიმეს პირობებში ჩვენი ქვეყნის რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით ჩვენაც დამცავი საშუალებები გვაქვს არც მეგობრები და მოკავშირეები დაიტოვა ქართულმა ოცნებამ ვინც საქართველოს დიდ საფრთხეებს აარიდებდა და ის მათი შვიდობის დამცველი პოპულიზმი აღმოჩნდა რომ სინამდვილეში არის აღმოჩნდა არა ეს თავიდანვე ასე იყო მაგრამ მათი ბრმად მიმდევარი ამომრჩევლებისთვისაც უკვე ნათელია რომ ეს არის ყველაფერი მხოლოდ პოპულიზმი. თუ არა ქართული ოპოზიციური პარტიები ისეთივე ნდობის მოპოვებას როგორც ეს უნგრეთში მოახერხა პიტერ მადიარმა და მისმა პოლიტიკურმა ძალამ იქამდე კი უნგრეთის ხელისუფლების ცვლილება კიდევ რამდენიმე ჭრილში მინდა რომ განვიხილოთ მათ შორის აი ბევრი მტკივნეული და პრობლემური საკითხი დღეს უშუალოდ ევროკავშირის მაგიდაზე რასაც თქვა ორბანის ხელისუფლება ბლოკავდა თუმცა მაინც საქართველოში არსებულ პრობლემებზე გავაკეთებ თქვენის ნებართვით აქცენტს როგორც გვესმის განცხადებები ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში საქართველოს სასარგებლოდ ხდება ეს გადალაგება და რომ უნგრეთის ხელისუფლების შეცვლა უნდა შეფასდეს როგორც სტრატეგიულად საქართველოს მიერ წინ გადადგმული ნაბიჯიც ამიტომ ვითხარით თუ კი ეს ასეა რა ახალ პროცესებს შეიძლება საქართველოსთან მიმართებაში აი უშუალოდ ვთქვათ ევროკავშირის ფარგლებში ველოდებოდეთ და უშუალოდ ევროკავშირში მიეცეს მსვლელობა იგივე სანქციებთან დაკავშირებულ თემას შეიძლება რომ რაღაცა გააქტიურება მოხდა ეს უკვე უნგრეთის ხელისუფლების ცვლილების ფონზე? ხო, აი მარტივ ლოგიკურ დასკვნებამდე რომ დავიყვანოთ, რატომ არის ორბანის რეჟიმის დასრულება საქართველოსთვის კარგი? საქართველოს მტერი არის მისი ოკუპანტი რუსეთი და პუტინის რეჟიმი, პუტინის რეჟიმის მოკავშირე ევროკავშირში და მისი თაგვი კიდევ ერთხელ ციტირებას ვაკეთებ თავად ორბანისას დამარცხდა ეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ბუნებრივად არის კარგი. პუტინის მოკავშირე ამ შემთხვევაში არის საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის სახით და ის რომ ორბანი და ქართული ოცნება იყვნენ მოკავშირეები ეს ნიშნავს რომ ჩვენ ქვეყანას მართავენ ჩვენი ქვეყნის მტრების მოკავშირეები ჩვენი ქვეყნის მჩაგვრელები და ჩვენი ხალხის მჩაგვრელები და ჩვენი ხალხის მჩაგვრელებს უნდა გაეცეთ საკმარისი პასუხი. საკმარისი პასუხი რას ნიშნავს? ხო, წნეხის გაძლიერება ჩვენი სტრატეგიული დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც მათ შორის შეიძლება გამოიხატებოდეს სანქციებში და ეს სანქციები რატომ არის მნიშვნელოვანი? ქართული ოცნების პროპაგანდა ცდილობს რომ ეს წარმოაჩინოს თითქოს ქვეყანა სანქცირდება. არა, როდესაც საუბარი ეხება ამ ქვეყნისთვის ჩაგვრელი ელიტის დასანქცირებას ეს იმას ნიშნავს რომ ქართველი ხალხი მიიღებს იმას რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის იძულება შეიძლება გამოიწვიოს ქართული ოცნებისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინის თვალსაზრისითაც, როდესაც 90 მილიარდიან დახმარებას ბლოკავდა ვიქტორ ორბანი, რომელშიც სხვათაშორის მისი ანუ უნგრეთის ფინანსური კონტრიბუცია ნულოვანი იყო და მადიარმა განაცხადა რომ ის შეიძლება აქტიურად არ დაუჭერს მხარს, მაგრამ არც დაბლოკავს ამას. უკრაინის გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირ კავშირში არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამტკიცებასთან და ჩვენი ხალხის გამარჯვებასთან, იმიტომ რომ საერთო მტერი გვყავს. შესაბამისად, ევროპაში და ევროკავშირში, როდესაც მოხდა ეს პრეცედენტი, რომ ჩამოყალიბდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა ელექტორალურ ავტოკრატიად, ანუ ავტოკრატიად, სადაც ფორმალურად არის არჩევნები და ტარდება არჩევნები, მაგრამ არ არის დემოკრატიული ინსტიტუტები, არ არის სახელმწიფოში ძალაუფლება, ხელისუფლება ფორმალურად დანაწილებულია, მაგრამ ერთ ხელში არის კონცენტრირებული, როდესაც მონოპოლიზებული არის მედია, როდესაც სრულად კორუმპირებული არის ხელისუფლება და
ის მილიარდობით, ათობით მილიარდი ფულადი დახმარება, მათ შორის სუბსიდიების სახით ორბანის ხელში იყო კონცენტრირებული, აი ეს ყველაფერი დასრულდება ევროკავშირში და ევროკავშირში ვეტოს მექანიზმს აღარ გამოიყენებს ისეთი ხელისუფალი, რომელიც არის ავტოკრატი. ძალიან ჰგავს საქართველოში არსებული რეჟიმი, ორბანის რეჟიმს, კლასიფიცირებული არის საქართველოც და ევროკავშირიც. მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციით 2022 წელს უნგრეთი კლასიფიცირებული არის როგორც ელექტორალური ავტოკრატია, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაც არის ადამიანის უფლებათა დაცვა, რაც არის დემოკრატიული სტანდარტის და დემოკრატიული სივრცის არსებობა და ის გზა, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაატარა საქართველოს, ერთ-ერთში ჰგავს უნგრეთში ორბანის მიერ გატარებულ გზას, თავისი რუსული კანონებით, სასამართლოს ჯიბეში ჩასმით, სრული მონოპოლიზაციით, ყველა სახელმწიფო ძალაუფლების, ოპონენტების შეზღუდვით, არასამთავრობო სექტორის შეზღუდვით და თავისუფალი მედიის შეზღუდვით. სიტყვის საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და ქართული ოცნების პოლიტიკაზე უკვე უნგრეთის ახალი ხელისუფლება. ამ კუთხით რა მოლოდინი მესმის, რომ შესაძლოა ამაზე საუბარი რთული იყოს, მაგრამ აი თუნდაც მომავალი პრემიერის პირველი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ საქართველოსთან ურთიერთობებზე, რა შეფასების გაკეთების საფუძველს შეიძლება იძლეოდეს, გულისხმობ განცხადებას, სადაც პიტერ მადიარი ამბობს, რომ მოუთმევს ელადელის თბილისთან მუშაობას, ისე როგორც მეორე მხრივ ამბობს, რომ არაპირებს უნგრეთი ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. აი ეს განცხადება რა შეფასების გაკეთების საფუძველს გაძლევთ? უნდა ველოდოთ საქართველოსთან მიმართებაში და ქართული ოცნების პოლიტიკასთან მიმართებაში უნგრეთის ახალი ხელისუფლების განსხვავებულ პოზიციას, ვიდრე ეს ჰქონდა ვიქტორ ორბანის მთავრობას თუ განსაკუთრებული ცვლილებების მოლოდინი არ უნდა გქონდეს. ეს განცხადება იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი, სტანდარტული განცხადება, რაც შეიძლება გაკეთდეს და მე არ ვიცი, რატომ შეიძლება გაუხარდეს ქართული ოცნების პროპაგანდას ეს განცხადება, როდესაც მადიარი ამბობს, რომ ის არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, მაშინ როდესაც ვიქტორ ორბანი სწორედაც რომ ერეოდა იმ შაუბნელი საქმეების განხორციელებაში ეხმარებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ რაღაცა ლეგიტიმაციის ფასადი შეექმნა ქართული ოცნებისათვის, მის ანტიდასავლურ, ანტიეროვნულ ნაბიჯებს ყოველთვის მხარს უჭერდა, საქართველოში ჩამოდიოდა და პირდაპირ მხარს უჭერდა საქართველოს მჩაგვრელ რეჟიმსა და მის ლიდერებს, იმიტომ რომ მას ჰქონდა ძალიან დიდი სულიერი იდეური კავშირი უпроსწორად მათთან და ევროკავშირში პრაქტიკულად ერთადერთი მოკავშირე იყო არა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოსი, არამედ ქართული ოცნების. ახლა პიტერ მადიარს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საქმე აქვს და ყველაფერი აქვს პრაქტიკულად თავიდან დასაწყები. მე მადლიერი ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს გვერდით იქნება ევროკავშირის კიდევ ერთი წევრი ქვეყანა, თუმცა ეს ნამდვილად არ შეიძლება ითარგმნოს იმას, რომ ქართულ ოცნებას როგორც რეჟიმს ეყოლება სხვა რეჟიმი მოკავშირეთ, იმიტომ რომ რეჟიმი უნგრეთში დასრულებულია. ბატონო გიორგი, მინდა მოვასწრო ბოლო კითხვის დასმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკ ოფლაერტი სტუმრობს საქართველოს და რამდენიმე წუთი უკვე ამ თემაზეც და ამით დავასრულოთ. მან დღეს დილით არასამთავრობო სექტორთან გამართა შეხვედრა, 12-ზე იწყება შეხვედრა სახალხო დამცველთან, ისე როგორც ვიზიტის ფარგლებში ნაგებია აუდიენცია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და ქართულ ოპოზიციასთან. რა იქნება ამ შეხვედრებზე თქვენი მთავარი სათქმელი და ამ ვიზიტიდან რას უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ ხა ის ადამიანის უფლებათა კომისარია შესაბამისად ლოგიკურად თბილისს სტუმრობს, რათა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მიიღოს ინფორმაცია. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ინტერესს საქართველოს მიმართ. საქართველოს საქმე მაშინ იქნებოდა ცუდად, რომ არ ჰქონდეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ევროპულ ინსტიტუტებს და უმაღლეს წარმომადგენლებს ინტერესი საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რაც ტკივა ქართულ ხალხს, ის რომ დემოკრატიული უკუსვლა მოხდა ბოლო წლების განმავლობაში და პრაქტიკულად ეროზია მოხდა სახელმწიფო ინსტიტუტებისაც, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა არის კატასტროფულ დონეზე, ქართული ოცნება იღებს დრაკონულ კანონებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტროტუარზე დგომის გულისთვის
პატიმრობაში უშვებს ადამიანებს ის მასობრივი დარღვევის უფლებათა დარღვევის შემთხვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციების დროს, განსაკუთრებით რუსთაველზე და ადგილი ჰქონდა სამართალდამცველთა მხრიდან უფლებათა დარღვევას და არავინ არათუ პასუხისგებაში არ მიუციათ, იდენტიფიცირებულიც არ არის, ქიმიური მოწამვლის საქმე იყო და ქართული ოცნება ყველანაირად არიდებს ამას თავს და საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ხელს უშლის ამასთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, აზრის გამოხატვის თავისუფლება, როგორც სოციალურ ქსელში იქნება ეს საჯარო სივრცეში თუ დემონსტრაციების, შეკრება მანიფესტაციების დროს არის პრაქტიკულად ისტორიულად კატასტროფულ ნიშნულზე. ეს ყველაფერი უნდა დავაკავშიროთ, რა თქმა უნდა, პარტიების, არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ არსებულ შეზღუდვებთან, არა მხოლოდ იმ დრაკონულ კანონებთან, არამედ მათ აღსრულებასთანაც. ეს ყველაფერი ჯამურად იქნება ჩვენი სასაუბროც ბუნებრივია და ისეთივე ადეკვატურ შეფასებას ვპოვებს დარწმუნებული ვარ, როგორიც პოვა ამან მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში.